ერთ კონკრეტულ პოსტს აგიკითხავთ, აგერ იმედზე დევს გოგა ხაინდრავას განცხადება, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოსკოვის დავალებაა. ლელო სამადაშვილის აღიარებითი ჩვენება. რასას და კაიას თანამებრძოლი სალო ამხელს ევროკავშირს, რომელიც რუსეთის დავალებით აუქმებს უვიზო მიმოსვლას ქართველებისთვის. არა, არც დაფარული, რომელი არ გაცხადდეს. განაცხადა გოგა ხაინდრავა. ანუ მუშურ გლეხურზე რო თარგმნოთ, გოგა ხაინდრავამ თქვა, რომ ევროკავშირიო ჩვენ რო უვიზოს გვეუქმებსო, ეგო რუსების დავალებით ხდება. ხო და ამ რაღაც რატო გიკითხავთ რა? აი მაგალითი არის რა. და ეს აგერ, რა ვიცი, იმედზე და პოზიტივიზე მინდის რა ეს თემა. რა გასაჭირი მაქვს მოკლედ მე რა, აი მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პოლიტიკაში რა თქმა უნდა გასაგებია, ახლა ეს პიარი თემა ყველაფერი მუშაობს და გასაგებია, რომ პოლიტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ რაღაცების რეალურად ახსნა ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. რომ შენ თუ თუნდაც წარე, მაგრამ სიმართლეს ხალხს ეტყვი, რაღაცა პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევ. მაგრამ რაც დრო გადის, ძალიან თვალნათლივ ხედავ, რომ რაღაცა რისი გატარებაც შეიძლება ამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ეგ დათლა დაჩვენებს, რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, რას ეტყვი მე მგონი ხალხს. ეგ არის ძალიან ტრაგიკული რეალობა და აი მაგის გარშემო უნდა ვილაპარაკო და თქვენ მირჩიეთ ვაფშე რა გავაკეთო, იმიტომ რომ ეგეთების კეთება არ მინდა. ანუ მეტნაკლებად რისიც მჯერა, მინდა რომ ეგ ვილაპარაკო. მაგრამ აი ახლა მაგალითად რაც წაგიკითხეთ რა, ანუ ევროკავშირი რო გვიუქმებს ჩვენ უვიზოს, ეგო რუსეთის გაკეთებულიაო, როცა ამბობს ადამიანი და ეგ გატარებადია და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაგას რო შეჭამს. ეგ ხო ნიშნავს, რომ ვაფშე მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ლაპარაკობს საერთოდ. მოდი აი გადავიდეთ ბოლო პერიოდის ძალიან ისეთ თემაზე, რა მსგავსზე, ანალოგიას გავატარებ რა. ქართული ოცნების ესეთი პიარული არსი ხო ეგ არის, რომ ჩვენ შევაჩერებთ ნაცებს იმის გამო, რომ არ მობრუნდნენ ეგენი ხელისუფლებაში და გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავს ხარდაბჭერებს ეუბნება, რომ ხო ისე რომ იცოდეთ, ჩვენი გუნდის ყოფილი კორუმპირებული წევრები ამ მომენტამდე აფინანსებდნენ ნაცების თავმჯდომარეს. გავაგრძელეთ და ხალხმა ეს მოისმინა რა. ანუ ნაცებისგან ვისაც უნდა ეხსნა ის გეუბნება, რომ ჩვენი გუნდი აფინანსებდა ნაცებს და ნოდარ ამელაძეს და ხაბეიშვილს და ხალხმა ეს გასაგებია. ხო გავაგრძელეთ. არაფერი, აი ვაფშე არაფერი არ მოხდა რა. ანუ ვინმეს რამე რეაქცია ქონდა, არ ქონდა, რამე დასკვნა ვინმემ გააკეთა, ამას ვაფშე რამე მნიშვნელობა აქვს ქართული პოლიტიკისთვის და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. აი რანაირი ტექსტიც არ უნდა ილაპარაკო, მე მგონი ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს. და რატო ხდება ეგრე? ანუ მე ამას რაღაცა რიტორიკულად არ გეკითხებით, აი მართლა დიდი ხანია ეს საფიქრალი მაქვს რა. ჩვენ მაგალითად ერთმანეთში რო საუბრობთ ხოლმე, ზოგი ხა ერთ აზრზე ვარ, ზოგი მეორე აზრზე, ხა ნაწილი იმ აზრზე ვართ, რომ საერთოდ ახსნა ვერ ხერხდება ხალხისთვის.
მე მაგალითად გონია რომ ახსნა ვერ ხერხდება კი არა ხალხს ბევრი რაღაცა ძალიან კარგად ესმის უბრალოდ ფეხზე კიდია აი მოდი ეს რაღაცები ჩავშალოთ რა ეხა რაც მაგალითად მოვიყვანე და რა შედეგები გამოდის ამ ყველაფრიდან ეგ გავაანალიზოთ ჯერ და მე მითხარით აი პოლიტიკოსმა რა უნდა გააკეთოს აგერ შემოგჩიულებთ ხალხო რა აი თქვენ მითხარით რა გავაკეთოთ ეხა ჩვენ ამ ყველაფრის მერე რა დასკვნაზეც გავალთ როდესაც შენ გეუბნებიან რომ ევროკავშირი ეხა ჩვენ რო უვიზო მიმოსვლას გვიუქმებს ეგ კრემლის დაკვეთაა ეგ ხო ნიშნავს რომ ევროკავშირს კრემლი აკონტროლებს ანუ ხო არ შეიძლება დაკვეთა მიცეს ვიღაცამ ვისაც დაკვეთის მიცემა არ შეუძლია თუ ევროკავშირს კრემლი აკონტროლებს რატო ამბობთ რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ ეგ ხო ნიშნავს რომ კრემლის კონტროლირებად სტრუქტურაში უნდა შევიდეთ მაშინ მაგრამ ამ დასკვნას ხო არაფერი შინაარსი არ აქვს ან ევროკავშირს კრემლი აკონტროლებს და ეგ არის ლელო რაღაცა ვიღაცები ეგენი ამხილე აი პრობლემა რაში მაქვს იცით აი ხალხო როდესაც უსმენთ აი ამ ტექსტებს აი თქვენ თავში რა ხდება შეგიძლიათ ამიხსნათ ამას იმიტომ ვკითხულობ რომ აი მინდა რომ გავარკვიო რომ აი რანაირად გელაპარაკოთ ეგ მინდა გავარკვიო რა ანუ ესეთები რომ გელაპარაკოთ ანუ უფრო ხმას მოგცემთ ჩვენი პოლიტიკური წარმატება შეგვიძლია დავამყაროთ ეგეთებზე აი ეგეთები რომ გელაპარაკოთ რომ ნაცებს ვაფინანსებდით ნაცები უნდა დავამთავროთ ჩვენ მოგვეცით ხმა რომ ნაცები არ მოbrunდნენ და ნაცებს ხა ფულს ხურუცხავდით აი ეგეთი რომ გელაპარაკოთ ანუ ეგ არის პოლიტიკური წარმატების წინაპირობა ან აი ეგეთი კითხვა მაქვს რა ამომრჩეველი რო გეუბნება რომ თქვენ ფული არ აგაქვთ და ამიტომ ხმას არ მოგცემთ თქვენ ფული არ აგაქვთ და ამიტომ ვერ მოიგებთ მან ხო ეხა მე მაგალითად მაგ მომენტში ადამიანი რო გეუბნება რომ ფული რო არ აქვს მაგიტო არ მოგცემ ხმას მე მან ეხა ლოგიკურ დასკვნას ვაკეთებ რომ რავი ანუ ამ ადამიანს ეხა მთავრობა რასაც უშვება მთავრობის მხრიდან ეგ სრულიად სამართლიანი ქმედება ყოფილა ანუ თუ ადამიანი თვითონ აყენებს საკითხს ისე რომ აი ფული ვისაც აქვს იმა რაც არ უნდა უქნას ამ ტიპს მაგაზე თუ თანახმა მე აი რატო უნდა გაბრაზდე პოლიტიკურ ძალაზე რომელსაც ამას უყურებს ეგრე რომ რავი არჩევნების დღეს ამას 100 ლარს მივცემ და მე 4 წელი რასაც მინდა იმას უზამ და მე შემდეგ არჩევნებზე 100-დან 120 ლარამდე გამიძვირდეს და ისევ რასაც მინდა იმას უზამ აი ეგრე რომ გიყურებთ მთავრობა ეგ მარტო თავრობის ბრალია? ეხლა არ ჩათვალოთ რომ მე ამას რაც ვლაპარაკო ყველაზე ვავრცელებ და განვაზოგადებ. არა, რა თქმა უნდა არიან ხალხი ღირსეული, პრინციპული, რომელიც შარზე მიდის იდეის გამო, საქმეს აკეთებს იდეის გამო და მაგ ადამიანების გამო არ კიდე საერთოდ რაღაცას რო ვაკეთებთ და რო გვაქვს მისი შინაგანი რაღაცა ენთუზიაზმი რომ რაღაცა ვაკეთოთ. აი, კიდე ერთი კითხვა მაქვს რა, მართლა აი გულწრფელად მაინტერესებს ეს. თქვენ გონიათ რამე რთული არის ეგეთი რაღაცების ლაპარაკი, აი ევროკავშირი რო გვიუქმებს უვიზო მიმოსვლას, ეგ არის კრემლის გადაწყვეტილება. აი, ეგეთი ტექსტების ლაპარაკი თქვენ მართლა გონიათ რომ რთულია? ან აი წინა საარჩევნოთ მაგალითად ეგეთები რო გელაპარაკოთ ხალხო რომ
საქართველო გახდება კავკასიის შვეიცარია, ჩვენ ვიქნებით სრულიად დამოუკიდებლები, როგორც ამერიკელები, ისე რუსები და ისე ჩინელები გახდებიან ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორი. თქვენ გექნებათ რაღაცა 4000 ლარიანი ხელფასები, $1000 რაღაც აი ეგეთები რო გელაპარაკოთ. ან თქვენ მართლა გონიათ რომ ეგ არის რთული? ანუ ნახეთ ძალიან მარტივია დააყენო ბოლი. აი ეგეთი ტექსტების ლაპარაკი რომ ჩვენ აქ შევქმნით hubs, აქ გახდება საერთაშორისო კვეთის წერტილი, ლოჯისტიკური და აქედან გამომდინარე აფხაზეთს უბრალოდ დაგვიბრუნებს რუსეთი თავისი კეთილი ნებით, მოგვიხდის ბოდიშს, იქიდან ამერიკელები ჩარიცხავენ 5 მილიარდ ტრანშს. აი ეგეთი რაღაც ტექსტების ლაპარაკი თქვენ გონიათ რომ რთულია? სი ძინპინთან დალაგებულია, ტრამპთან დალაგებულია, პუტინთან დალაგებულია. მართლა გონიათ რომ ეგეთების ლაპარაკი რთულია? ან მართლა გონიათ რომ ბიძინა რა ბრძენია? აი ბიძინა როგორ დათვალა? ეგეთების ლაპარაკი რთული გონიათ? რთული არის ხალხს, რომელიც არის ისტერიკაში და არიქა უკრაინის დროშებით რო დარბის ქუჩაში. აი მაგ ხალხს რო უთხრა რომ ყველანი გიჟები ხართ და ამ ქვეყანას დაღუპავთ. და არ შეიძლება ეგ პოზიცია. და მთელი მაგ ხალხის რისხვა გამოიწვიო შენ თავზე, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს. ეგ რთული არის. ქვეყანაში სადაც ნაცებად და ქოცებად არის გაყოფილი ყველაფერი. ისე რომ არაფერი რესურსი არ აქვს, ისე რომ არაფერი დაცვა და გარანტიები არ აქვს, იმის ლაპარაკი რომ ნაცები მანიაკები არიან და ქოცები კორუმპირებული აფერისტები, რომლებიც მაგ მანიაკებს ინახავენ იმისთვის რომ შენ შეგაშინო. და ნაცები იარსებებენ მანამ, სანამ არსებობენ ქოცები. და შენ როცა ქოცებს უჭერ მხარს, სინამდვილეში შენგან ამოღებული ფულით აფინანსებენ მერე ნაცებს, იმისთვის რომ შენ შესაშინებელ საფრთხობელად ყავდეთ. აი მაგისი ლაპარაკი არის რთული. იმიტომ რომ ყველას იმტერებ მერე. ნაცებსაც იმტერებ, ქოცებსაც იმტერებ. უბრალოდ სიმართლეა ეს. და მერე როდესაც აი ყველა გლანძღავს უცებ გამოდის ოცნების პრემიერ-მინისტრი და ამბობს რომ კი ნაცებს ვაფინანსებდით. და უყურებ ამას და ბიჭო თვითონ თქვეს, აი ამდენი ხანი წლები რომ ვამბობდით რომ ეგ ხდება პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ბიჭო თვითონ თქვა და აი მართლა მაინც აი ბოლო რაღაცა იმედი მქონდა რომ ეს ხალხი მართლა ეგეთი ხო არ შეიძლება იყოს რომ აი ყველაფერი გადაყლაპოს და ტვინში არაფერი რაღაცა არ ჩაირთოს რა და ტიპებმა ნაცებს ვაფინანსებდით გავაგრძელეთ ხო არა ქართულ ოცნებას გვერდში უნდა დაუდგეთ რომ ნაცები არ მობრუნდნენ აბარა და პრემიერმა რო გითხრათ რომ ნაცებს თვითონ არა ეგ არ უთქვია პრემიერს უსმენ აი ამ დეგენერატულ ტექსტებს რა და ფიქრობ რომ ბიჭო აი რატო უწვალობ აი ამის გამო რატო უწვალობ არა და ამის გამო უწვალობ ანუ ტიპს ალოხებენ დებილად თვლიან იმიტომ რომ აი ეგეთ რაღაცებს აჭმევენ და შენ ცდილობ რომ ბიჭო გაახილე თვალი რას დაგამსგავსად ბიჭო და იმისი რეაქცია არის რომ აქეთ შენ გლანძღოს და ბიჭო აი მართლა ჩდება კითხვა რომ რა უნდა გააკეთო ადამიანმა